მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად თქვენს მიმართ, თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ეს შეიძლება იყოს როგორც სასიყვარულო ასპექტით, მაგალითად პარტნიორი ან პოტენციალური პარტნიორი, ასევე მეგობარი, ამხანაგი, ნათესავი თუნდაც, ხო? მაგრამ ცხადი მიზეზების გამო იცოდეთ, რომ უფრო მეტად მექნება ინტერპრეტაცია სასიყვარულო თვალსაზრისით, რადგანაც დარწმუნებული ვარ, უმეტესობა უფრო ამ კუთხით ჩაიფიქრებს ადამიანს. მაგრამ რა თქმა უნდა, ვფიქრობ თქვენ თავადაც მიხვდებით თქვენი კონკრეტული ვარიანტიდან, მაგალითად რა შეესაბამება რეალობას და რა არ შეესაბამება. კარგით, მოდით ახლა დავარიგებ ვარიანტებს. პირველ რიგში ორაკულის არკანები მსურს დავარიგო და ვნახოთ აბა რა დამოკიდებულება აქვს რეალურად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში. რა დამოკიდებულება აქვს რეალურად თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. რა დამოკიდებულება აქვს რეალურად პირველ ვარიანტს, მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტს თქვენს მიმართ. პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. შეგახსენეთ ასევე, რომ აუცილებელი არის ენერგიების დაბალანსების მიზნით მოიწონოთ ეს პოსტი და კონცენტრირდით, რომელი ვარიანტი გიზიდავთ მეტად და ვფიქრობ, გააკეთებდით უკვე თქვენს არჩევანს და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. ნახოთ აბა თქვენს მიმართ რეალურად რას განიცდის ადამიანი. პირველ რიგში უკაცრავად დაპაუზება მომიწია. პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანისგან მოდის ასეთი ინფორმაცია, რომ თითქოს ადამიანი არის გადაღლილი თქვენზე ფიქრით, ამ ურთიერთობაზე ფიქრით და ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თulis რომ მისთვისაც და თქვენთვისაც სხვათა შორის არის საჭირო ცოტათი ცალცალკე ყოფნა. ანუ მისი თვალსაზრისით ახლა ორივე თქვენგანმა უნდა გაიაროთ რაღაც კონკრეტული ეტაპები ერთმანეთისგან ცალ-ცალკე. ზოგადად ნებისმიერ ურთიერთობაში, მით უმეტეს სასიყვარულო ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, არის საჭირო ის, რომ ორივე ადამიანს ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური ცხოვრება, ინდივიდუალური რაღაც ინტერესები, ჰობი და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა დაშორდნენ რაღაც გარკვეული დრო ჰქონდეთ პაუზა ან სიჩუმე, ხო? მაგრამ ახლა ადამიანის მთავარი დამოკიდებულება არის ზუსტად ასეთი, რომ აი მე გადავიღალე, მე ცოტა ხანი მინდა შენგან დასვენება და შემდგომ მე რამენაირად დავუბრუნდებით ერთმანეთსო. გარდა ამისა, ამ არკანისგან მოდის ასეთი ენერგიაც, რომ იცით ახლა ყველას არ ეხება ის ინფორმაცია, რომელსაც გავაჟღერებ, მაგრამ ბევრ თქვენგანთან რეზონირდება, როგორც ადამიანი უყურებს ამ ურთიერთობას ისე, რომ მას ზოგადად დიდად არ სურს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ თulis რომ თუ უცაბედად მოისურვებს ან სხვა ადამიანებთან სიტყვაზე ვთქვათ არ გაუმართლა, ხო? ასეთი ის დაწკაპუნებით მოგიზიდავთ საკუთარ რეალობაში. ადამიანი ვერ ხედავს საჭიროებას იმაში, რომ თქვენთვის და თქვენი ყურადღებისთვის იბრძოლოს. ხვდებით ხომ? დავამატოთ არკანები და ვნახოთ. ტაროს არკანებით რა დამოკიდებულება აქვს რეალურად პირველი ვარიანტის მიმართ მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ნახოთ აბა. პენტაკლების 7-იანი არკანი მზე. შეხედეთ 2-7-იანი ამოვიდა, პენტაკლების 7-იანი და თასების 7-იანი. ორივე არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანს ძალიან ილუზორული შეხედულებები აქვს რეალობასთან დაკავშირებით. ასევე ამოვიდა არკანი მზე, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირად ინტერპრეტირდეს, მაგრამ იცით სხვა ამ არკანებთან კომბინაციაში იმის გათვალისწინებით, რომ ეს პირველი ვარიანტის ქვა გახლავთ ციტრინი, იცით აქ აშკარად მოდის
ადამიანის მხრიდან ძალიან ეგოცენტრული დამოკიდებულება და ნამდვილად ძალიან ბევრი თქვენგანისთვის რეზონირდება ისე, რომ ადამიანი გიყურებთ როგორც ასე ვთქვათ ზაპასნოი ბრჭყალებში ვარიანტად. იმ ვარიანტად, რომელსაც უხეშად რომ ითქვას გამოიყენებს, მაშინ თუ სხვა რაღაც შემთხვევებში არ გაუმართლებს. მაგალითად, თუ კონკრეტული ადამიანი უარს ეტყვის, თქვენთან მოვა. ან თუ დარჩება სრულიად მარტო, აუცილებლად მოვა თქვენთან. მაგრამ ადამიანი არ გიყურებთ თქვენ სერიოზულად, ადამიანს აქვს უფრო მეტად ეგოცენტრული დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერთან ერთად თქვენთან კომუნიკაციის სურვილი, როგორც ზოგადი სურვილი ნამდვილად აქვს, მაგრამ ახლა ამ ეტაპზე თქვენთან დიდად არც კომუნიკაცია სურს, არც აინტერესებთ დიდად პირდაპირ ვიტყვი და აქეთ პირიქით თქვენგან ელოდება რაღაც გარკვეულ მოძრაობას, ელოდება რომ თქვენ გამოიჩეთ მის მიმართ ინიციატივას, ან ინიციატივებს და ელოდება რომ თქვენ თავად იმოქმედებთ, ელოდება რომ თქვენ გაუღრმავებთ და აუმაღლებთ თვითშეფასებას, მაგრამ თვითონ ნამდვილად არ სურს ამ ურთიერთობისთვის ქმედებები, აი საერთოდ არა. და მეცაც ვიტყვი, თქვენ უფრო მეტად გიყურებთ როგორც თვითშეფასების ამაღლებას და როგორც აი ისეთ ვარიანტს. ხვდებით ხომ, ასეთი სამწუხარო რეალობა ჩანს. უბრალოდ ბევრისთვის ეს იქნება ძალიან ინტენსიური ინფორმაცია, ბევრისთვის კი ეს იქნება ცოტა ისეთი უბრალოდ ზედაპირული დამოკიდებულება. გავიმეორებ, ადამიანი არის ილუზიებში ძალიან და სჭირდება ერთი კარგი შემოფერთხება, შემოლაწუნება, რომ გამოვიდეს ამ ილუზიებიდან. მაგრამ თქვენ პირველი ვარიანტი გირჩევდით იმას, რომ მეტად დაიფასოთ საკუთარი თავი. სულ ეს არის პირველი ვარიანტი და გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე, ნახოთ თქვენთან რა ხდება და ნახეთ, აქ უკვე ცოტა სხვანაირი ენერგიები ამოვიდა. რაღაც გარკვეული რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი ასპექტები ამ ურთიერთობას ხელს უშლის. და მოდით ახლა უფრო დაწვრილებით ავხსნით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პირდაპირი გაგებით სხვადასხვანაირი რელიგიის წარმომადგენლები შეიძლება იყოთ, ხო? მაგალითად, ერთი შეიძლება იყოს ქრისტიანი, მეორე, არ ვიცი, მუსულმანი. მაგრამ ნახეთ, სხვადასხვანაირი რელიგია ყოველთვის ადამიანებში აღვიძებდა აგრესიას ერთმანეთის მიმართ, ან დაპირისპირებას და რა თქმა უნდა, მშვენივრად მესმის, ძალიან რთული არის სხვადასხვა რელიგიის მქონე ადამიანებმა ერთმანეთს კარგად გაუგონ, რომც ერთმანეთის მიმართ საერთოდ არ ჰქონდეთ არანაირი ნეგატივი და არანაირი აგრესია, მაინც ეს ნამდვილად ძალიან რთული არის ხოლმე, მაგრამ თუ ეს თქვენი შემთხვევა არ არის, მაშინ აქ საქმე არის არა სხვადასხვა რელიგიებში, არამედ სხვადასხვა მსოფლმხედველობაში. სრულიად სხვადასხვანაირად უყურებთ სამყაროს. აქ შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი რადიკალურად განსხვავებული, მაგალითად პოლიტიკური შეხედულებები, ან შეხედულებები ფილოსოფიური, ან ცხოვრებაზე, ოჯახზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე. ხვდებით ხო? მაგრამ აი ზუსტად ეს რადიკალური შეხედულებები უშლის ხელს თქვენს ურთიერთობას. თუმცა მოდით ვიქნები ძალიან გულწრფელი და გულახდილი, ასეთი რაღაცეები მოგვარებადი არის. საკმარისი არის ადამიანებში იყოს მეტი ტოლერანტობა და მეტი მიმღებლობა ერთმანეთის მიმართ, იმიტომ რომ ყველანი ვართ განსხვავებულები, ყველას გვაქვს განსხვავებული კარმული გაკვეთილები, განსხვავებული შეხედულებები რეალობასთან დაკავშირებით და ძალიან ბუნებრივი არის ის, რომ ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და პირიქით მავნე არის და არც შეიძლება და ვერც ვიქნებით ყველანი ერთნაირები, ხო? კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ, აბა რა დამოკიდებულება აქვს მეორე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მათ მიმართ.
ზოგადად ადამიანურად ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს ადამიანს აშკარად ძალიან სურს რომ გქონდეს თქვენთან სტაბილურად კომუნიკაციები ადამიანისთვის თქვენ ხართ ძალიან საინტერესო ძალიან ღრმა პიროვნების ძალიან ღრმა სოფლმხედველობის მქონე ადამიანს აინტერესებს ზოგადად თქვენ როგორ ფიქრობთ როგორ აზროვნებთ სხვათა შორის ძალიან ხშირად ფიქრობს იმის შესახებ თუ თქვენ კონკრეტულ სიტუაციაზე დაუშვათ რა სიტყოდით ხო და ნახეთ შეიძლება თქვენ მართლაც რომ ერთმანეთის მიმართ გქონდეთ საკმარისი ტოლერანტობა, საკმარისი გაგება, ხო? იმიტომ რომ ყველაფერში ერთნაირი აზრი ვერ გვექნება, მაგრამ აი მაინც რაღაც ეს შინაგანი წინააღმდეგობა მოდის. და აქ თქვენთვის არის ასეთი რეკომენდაცია იმუშაოთ ორივე თქვენგანმა საკუთარ თავზე, იმუშაოთ მიმღებლობაზე და ნიშნულოვანი არის არავინ არავის არ ავნოს. სხვა დანარჩენი რაც შეეხება მსოფლმხედველობას, ყველას თავისი გზა აქვს. ყველას თავისი სულიერი გზა გააჩნია. ხვდებით ხომ? და ასევე რაც შეეხება ადამიანის დამოკიდებულებას, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი და ვინ ჩაიფიქრეთ. ადამიანს ძალიან უნდა რომ რაღაცნაირად დაგიცვათ. ადამიანს აშკარად აქვს იმის სურვილი რომ მოგცეთ სიმყუდროვე, მოგცეთ ზრუნვა. აი ძალიან საინტერესო ხართ აშკარად ადამიანისთვის, ძალიან საინტერესო. მაგრამ აი ეს აზრთა დაპირისპირება როგორც მინიმუმ მოდის. გავიმეორებ, ინდივიდუალურად რეზონირდება ვიღაცისთვის ეს არის განსხვავებული, რადიკალურად განსხვავებული სოფლმხედველობა, ვიღაცისთვის რელიგია, ვიღაცისთვის კი ზოგადად ერთ კონკრეტულ რაღაც საკითხზე, არ ვიცი, შეხედულება. მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რომ ეს იყოს რაღაც წვრილმანი, ავნებს ეს ურთიერთობას და დროა დაამუშაოთ, იმიტომ რომ თქვენს მიმართ ადამიანს ნამდვილად კარგი დამოკიდებულება აქვს, ძალიან უნდა თქვენთან კომუნიკაცია, ურთიერთობა, რომც ახლა არ გქონდეთ კონტაქტი და მზად არის ასევე იმისათვის, რომ იმუშაოს საკუთარ თავზე და ამ ურთიერთობაზედაც. სულ ეს არის მეორე ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. თქვენთან ნახოთ აბა რა ხდება და სულ მეგობარის სული. და აქ უბრალოდ არის ასეთი ენერგია, ასეთი არკანი, სადაც არის მხოლოდ და მხოლოდ დასტური იმისა, რომ დიახ და კიდევ ერთხელ დიახ. ეს ადამიანი არის თქვენი მეგობარი სული. მეგობრებო, მეგობარის სული ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად არის თქვენი საბედო ან პოტენციალური საბედო, ხო? მეგობარის სული უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ან წინა ინკარნაციებში, ან სხვა რაღაც განზომილებებში, მოდით ასე ვიტყვი, გქონიათ უკვე ურთიერთობა და თითქოს თქვენ ერთად გადიხართ გამოცდებს რეალობებში და ამ რეალობაში თქვენ ერთად მოხვედით გაკვეთილების მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს შეიძლება გარკვეულ სირთულეებსაც კი უქმნიდეთ ხოლმე. მოდით დავამატოთ ტაროს არკანები და ვნახოთ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას მათ მიმართ. და ნახეთ ადამიანი დარწმუნებული არის იმაში, რომ თქვენ მეგობარის სულები ხართ. რომც ეს ასე არ იყოს, თუმცა უმეტესობასთან რეზონირდება, რომ ზუსტადაც რომ ასე არის. მაინც ადამიანი თulis, რომ თქვენ მეგობარის სულები ხართ, ადამიანი თulis, რომ თქვენ წინა ინკარნაციებში გქონდათ რაღაც გარკვეული კავშირი თუ ამის ჯერა, ხო? ხოლო თუ ასეთი რაღაცების არ სჯერა, ადამიანს მიაჩნია, რომ თქვენი შეხვედრა უბრალოდ ნამდვილად არ მოხდა, რომ თქვენ ერთმანეთისთვის ჭყალებში გაწერილი იყავით, ხო? და რაც შეეხება მის რეალურ დამოკიდებულებას, კონკრეტულად ცხოვრების ამ ეტაპზე თითქოს ადამიანის მხრიდან მოდის რაღაც გარკვეული ბრაზი და ნეგატივი. ადამიანს რაღაც არ აწყობს აშკარად, არც ამ ურთიერთობაში, არ თქვენში. ზოგადი მისი დამოკიდებულება არის ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ თქვენს მიმართ გააჩნია სიმპათიები, თუ თქვენთან თქვენს შორის უფრო სწორად არ არის კონტაქტი და კომუნიკაცია ადამიანს აშკარად ენატრებით, მაგრამ ასევე ფიგურირებს ბრაზი, გავიმეორებ. რაღაც არ მოსწონს, ძალიან არ მოსწონს რაღაც ან თქვენში ან ამ ურთიერთობაში. ვნახოთ აბა რა არ მოსწონს, ეგრე ძალიან
რა არ მოსწონს. თითქოს ნაჩხუბრები ხართ. ან ნაჩხუბრები ხართ, ან არ მოსწონს რაღაც კონკრეტული სიტუაცია. არ მოსწონს ან რაღაც თქვენი აზრი, მაგალითად რაღაც თქვენი შეხედულება, მსოფლმხედველობა, ან არ მოსწონს ის, რომ რაღაცაში განსხვავდებით. ასევე ზოგ თქვენგან თან ერთეულებთან რეზონირდება ეს ინფორმაცია ისე, როგორც ადამიანს არ მოსწონს ის, რომ უკაცრავად და თქვენ მის გამო არ გაიღებთ სხერბლს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს წინს და არ სიამოვნებს ის, რომ თქვენ თურმე არ ხართ მზად საკუთარი თავი და საკუთარი რეალობა გასწიროთ იმისათვის, რომ ოღონდ თვითონ იყოს კარგად. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის ჯანსაღი, ხო? არავინ არ არის ვალდებული სხვა ადამიანისთვის გასწიროს თავისი სურვილები. ადამიანს ასევე მიაჩნია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი რეალობა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შეხედულებები სწორად, ამიტომაც მოდის აქ ცოტა ასეთი ენერგიები, რომ ცდილობს მოგახვიოთ საკუთარი რაღაც შეხედულებები, საკუთარი რაღაც სიმართლე. მაგრამ ზოგადი მისი დამოკიდებულება, გავიმეორებ, არის პოზიტიური, თუმცა ამასთან ერთად ცოტა ეს ნეგატივით აშკარად ფიგურირებს, რომ ადამიანისგან მოდის ცოტათი გაკიცხვები, მოდის ცოტათი ეს დომინირება თქვენზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ზოგადი დამოკიდებულება ნეგატიური ნამდვილად არ არის. დავამატოთ კიდევ არკანები, ბევრთან სხვათა შორის რეზონირდება, როგორც ძალიან მოსწონხართ ადამიანს, კიდევ ერთი არკანის დამატება მინდა. თასების რუიანი. ადამიანს არ უნდა რაღაც კონკრეტული რეალობის მიღება ამ ურთიერთობაში. ადამიანს არ სურს სხვათა შორის, პირველ რიგში არც მარტოობა უნდა და რაღაცნაირად არც უნდა თქვენი მოსმენა თითქოს. არ უნდა რა ადამიანს ძალიან უჭირს თქვენი მოსმენა. როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ადამიანს უფრო მეტად სურს საუბარი და მოსმენა ძალიან რთული არის მისთვის. ამიტომაც ძალიან მარტივად შეიძლება ხუჭავდეს თვალს კონკრეტულ სიტუაციებზე, თქვენს აზრზე, თქვენს სურვილებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილად სწორი. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა წარმატებებიდან ნახვამდის.